სალამ მეგობრებო, როგორ მომინატრა ესეთ ამინდში ვარჯიშების ჩაწერა. დღეს გვაქვს არაჩვეულებრივი ამინდი. იმედი მაქვს, რომ თქვენ როცა ამ ვიდეოს ნახულობთ, მაშინაც გადასარავი ამინდია. ხო და არაჩვეულებრივი დღეა იმისთვის, რომ დილა დავიწყოთ გაწელებით, ან გავაგრძელოთ, ან დავასრულოთ, არ აქვს მნიშვნელობა. დღეს გვექნება deep stretch-ები, ეგრეთ წოდებული უფრო ესეთი ღრმა, კომპლექსური, დიდ ამპლიტუდიანი გაწელები. ბევრმა მომწერა და მეც ვნახე, რომ ცოტა ამ ტიპის კომპლექსების სიმწირე გვაქვს ამ არხზე. გამოგადგებათ ეს ვარჯიში შპაგატამდე შესასრულებლად, იმიტომ რომ ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და ეხლაც გავიმეორებ, რომ შპაგატი არ არის ის ელემენტი, რომელიც ესე გავხურების გარეშე უნდა შეასრულო, ზოგადად გავხურების გარეშე არც ერთი ვარჯიში არ უნდა შეასრულო, მაგრამ განსაკუთრებით ესეთი ცოტა დიდ ამპლიტუდიან ვარჯიშებს ჭირდებათ კარგად, კომპლექსურად ყველა კუნთოვანი ჯგუფით ცალ-ცალკე გახურება. ამიტომ ამისთვისაც გამოგადგებათ, ისეც გამოგადგებათ, როგორც დამოუკიდებელ კომპლექსად. კარგად ვიმუშავებთ მენჯებზე, ბარძაყის შიდა, წინა, უკანა კუნთებზე, მოკლედ მშვენიერი კომპლექსი იქნება. რა თქმა უნდა, ჯერ ცოტა ისე მოვამზადებთ ეტაპობრივად სხეულს ამ ღრმა გაწელვებამდე და დავიწყოთ. აღარ გვჭირდება ბევრი საუბარი. მე ჩემთვის ყველაზე საყვარელი დასაწყისით დავიწყებ, როცა ხალიჩაზე შესასრულებელ ესე დამჯდარ მდგომარეობაში შესასრულებელ ვარჯიშებს ვაკეთებ ხოლმე ყოველთვის. ზურგის წელის კარგად გახურებით ვიწყებ. მოკიდეთ მუხლებს ხელები, გააზნიქეთ უკან წელი და დააბრუნეთ საწყის პოზიციაში. 1 ჩავისუნთქოთ 2 3 4 5 6 7 8 დავუბრუნდები ესე. თქვენ არიტრიალოთ აქეთ-იქით. მე უბრალოდ ყველა მხრიდან რომ კარგად გაჩვენოთ მოძრაობები, იმისთვის შევიცვლი ხოლმე პოზიციას. ბატრიალებთ ხან ერთ მხარეს ზურგს, ერთი წრე ერთ მხარეს, მეორე წრე მეორე მხარეს. 4 5 6 ვინც დიდი ხანია მომყვებით ამ არხზე. ეს დასაწყისი ვარჯიშებით ნაცნობი იქნება თქვენთვის. 7 და 8. ერთხელ ვათავსებ ხალიჩაზე. ოღონდ ხელი არ იხრება ასეთ მდგომარეობაში, სულ არის გასწორებული. მეორე ხელი გადავხაროთ, გავასწოროთ. 1 2 3 4 5 6 7 8. გადავიხაროთ, შემოვაბრუნოთ, გავსწორდეთ. 1 2 3 4 5 6 7 და 8. მეორე მხარესაც იგივე. 1 2 3 4 5 6 7 და 8. 1 2 3 4 5 6 7 და 8. შევკრათ ეს ფეხები პეპელასავით და ის ავამუშაოთ ბარძაყის შიდა კუნთები. ზურგი გვაქვს სწორად, ძალიან ბევრ ვიდეოში მინახავს, რომ ესე დახრილები ესე ამუშავებენ. ამას არანაირი აზრი არ აქვს და პლუს ყველაფერთან ერთად შეიძლება წელი, ზურგი დაიზიანოთ ხერხემალი შესაბამისად. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ზედატანით დავაწვეთ, ხო? ეს წირო ვიწევით.
ყველა ვარიანტში მენჯებზე უფრო მეტი დატვირთვა მოდის, მაგრამ შეგიძლიათ აი ესე წინ ოდნავ უფრო მეტად გაშალოთ და ისე გადაიწიოთ და არ მოიხაროთ ზურგში, ამას გულისხმობ რა, სწორი წელით გადახვიდეთ, იგივენაირი დატვირთვა იქნება, რაც ესე მოკუზული ზურგით, ხო? ვამუშავებთ 5, 6, 7 და 8. დავტოვოთ ესე, შევახვედროთ მუხლი, მეორე. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. გადავშალოთ. ფეხი გავშალოთ გვერდზე, ესე. გადავდივართ წინ. 2, 3. წინ. 2, 3. წინ. 2, 3. წინიდან, ზემოდან. 3. აქედან. ნახეთ, ტოვებთ გვერდზე ფეხს, ვატრიალებთ მენჯს, ვასწორებთ. ხელები შეგიძლიათ ესე მენჯებთან დაიწყოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. შემოვაბრუნოთ წინ. აი ესე. აქ თუ გჭირდებათ, ნახეთ, მუხლი ყურება ქვემოთ, ფეხის წვერი არის გაჭიმული. თუ გჭირდებათ, აი ეს თუ თქვენთვის ეს არასასიამოვნო, არაკომფორტული პოზიციონირება, შეგიძლიათ ოდნავ ზემოთ აიწიოთ. აქ საჯდომის ქვემოთ ერთ მხარეს დაიდოთ რაიმე შემაღლება, მაგალითად იოგას კლუბი ან არ ვიცი, დახვეული პირსახოცი, ბალიში და ასე შემდეგ. ხელები ასე წინ მოათავსოთ და ოდნავ ზემოთ წამოწიოთ საჯდომი, ესე ბევრად უფრო გაგიმარტივდებათ. თუ არ არის პრობლემა, მაშინ ჩვეულებრივად ოდნავ ერთ მენჯზე გადახრილები, ჩერდებით. მოდი სტატიკურად გავჩერდეთ, არ ვიცი, 10 წამის განმავლობაში. ესე. თუ უფრო შედარებით გამოცდილი მოვარჯიშეები ხართ, ჩადიხართ აი ესე ხელებზე იდაყვებზე სწორდებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ესე მოხრილები. ესე სწორი წელით, ხო? ასევე შეგიძლიათ კუბებს დაეყრდნოთ ესეთ ამაღლებაზე. აქედან გაშლილი, უკან გაშლილი ფეხი მოვკეცოთ, გავშალოთ. 1, 2. ნაკლებად გამოცდილი მოვარჯიშეებისთვის ეს შეიძლება არასასიამოვნო იყოს, ამიტომ გაშლილ მუხლს ქვემოთაც ვათავსებთ რაიმე სირბილეს, ან მკეცავთ პარალონს იმისთვის, რომ აი აქ მუხლი რბილად იყოს და რაიმე ტიპის დაზიანება არ მივიღოთ. 7 და 8. ვაჩერებთ ზემოთ. ნახეთ, საპირისპირო ხელი გადავიტანოთ ფეხის წვერთან. გინდოდათ deep stretch-ები, ხო და მიიღებთ deep stretch-ებს. ვაიმე წინ იმხელა კალიაზის, ახლა დავინახე. დიდად სასიამოვნო არ იყო ამ ყველაფრის დანახვა. აი მე ჩამოვარდა. ცოტა ხანში კადრი თუ გაწყდა, გეცოდინებათ რატომაც. ისევ საპირისპირო ხელი, მეორე ხელია ესე საყრდენად და ჩერდებით ასე. ეხლა დავფიქრდი, რომ აქ იმდენი ბალახია, რომ დიდი ალბათობით აქაც არის კალია, უბრალოდ ვერ ვხედავ. და კაი არა ვერ ვხედავ. ჩერდებით ცოტა ხანი, ვუშვებთ ხელს, მოგვაქვს წინ. აი ესე სწორდებით. მოდი მეორე მხარეს. ჯერ 1, 2, 3, 1, ზემოთ, მეორე მხარეს. 1, 2, 3, შემეშალა, ამერია ჯერ 1, 2 და 3. ამისთვის არ გავჭრი ახლა კადრს, მიხვდით რომ ჯერ აქეთ უნდა შემესრულებინა და
შემდეგ იქეთ მხარეს ერთხელაც 1 2 3 აი ესე ფეხი იგი რჩება ისევ გაჭიმული შემოვატრიალოთ გავასწროთ 1 2 3 4 5 6 7 8 შემოვატრიალოთ და ჩვენც შევბრუნდეთ აი ესე ტრედის პოზიციას ეძახიან ამას. აქედან 10 წამი ვჩერდებით კვლავ ასეთ პოზიციაში, იქ წაღან რა თიფებიც მოგეცით, იგივეს იმეორებ, თუ გჭირდებათ სირბილეს ათავსებთ, აი აქ ერთი ფეხის ქვემოთ, მოკლედ ასე ვთქვათ, მეორე არის სწორად, ფეხის სწორი არის გაჭიმული, თუ ეს თქვენთვის არის ძალიან მარტივი, ჩადიხართ ქვემოთ. თუ შედარებით უფრო გამარტივებული ვერსია გინდათ, შეგიძლიათ ასეც მოათავსოთ ხელები კუბებზე, ან აგურებზე, წიგნებზე, ნებისმიერ რამეზე. აი ესე ვჩერდებით რამდენიმე წამი. შემდეგ მუხლს ქვემოთ მოთავსებული გვაქვს სირბილე, თუ გჭირდება და კუნთის ძალით აი ესე ამოგვაქვს 1 2 3 4 5 6 7 8 აქედან საპირისპირო ხელი, საპირისპირო ტერფი. ერთი რაღაცის თქმა მინდოდა წეღან და კალიამ დამავიწყა. სრულად შესაძლებელია, რომ ერთ მხარეს თქვენი ერთი ფეხი, ერთი ხელი, არ ვიცი, ერთი მუხლი, წვივი, ნებისმიერი ნაწილი ცალ მხარეს უფრო მეტად მოქნილი იყოს, ვიდრე მეორე მხარეს არის. ჩემ მაგალითად წეღან წინა ფეხზე რომ ვასრულებდით ამ მოძრაობებს, ბევრად უფრო მიმარტივდებოდა, ვიდრე ამ ფეხზე, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო შედარებით მოქნილია ჩემი მარჯვენა ფეხი, ვიდრე მარცხენა, ამაში საგანგაშო არ არის, და შეიძლება ისეთი მოუქნელი იყოს ცალ მხარეს, რომ კუბიც კი დაგჭირდეთ ან რაიმე ტიპის დამხმარე, რომ გაიმარტივოთ მოძრაობები, ამაში საგანგაშო არაფერი არ არის და ეს არის ჩვეულებრივი მომენტი. გავაგრძელოთ. ესე წამოვდგები. გავაგრძელოთ. აი ესე ცალ მხარეს ფეხი ესე გაჭიმული, შეგიძლიათ დოინჩი დაიჭიროთ ხელი, შეგიძლიათ წინ, არ აქვს მნიშვნელობა. გადავდივართ გვერდზე. აქ ისევ საყრდენი ფეხს ქვემოთ ათავსებთ რაიმე სირბილეს თუ გჭირდებათ. 4 5 6 ნახეთ, აქ უკვე სულ სხვა კუნთოვანი ჯგუფი დაიჭიმა, ბარძაყის შიდა კუნთი. აი აქ გეჭიმებათ და ეგრეთ წოდებულ საზარდულთან. ასე 7 და 8. გავჩერდეთ რამდენიმე წამი. 4 5 6 7 და 8. გავსწორდეთ. შევცვალოთ ფეხი. აი ესე. 1 2 3 4 5 6 7 და 8. გავჩერდეთ აქაც. 3 4 5 6 7 და 8. გავსწორდეთ, წამოვიღოთ ფეხი. აქ მე უკვე მოვკეცავ ხალიჩას. აი ესე, რომ რბილად მოვათავსო მუხლი და წინ აი ესე. ახლა შევასრულებთ უფრო ღრმა ჩასვლებს, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუხლი იყოს ზუსტად ქუსლის ზემოთ, აი ესე ერთ ხაზზე უნდა იყოს და ნახეთ, გადასვლისას და დაბრუნებისას ეს მუხლი არ უნდა ცდებოდეს ქუსლს, ისევ უნდა ჩერდებოდეს ერთ ხაზზე. 1 2
ხელები შეგიძლიათ დაიჭიროთ დოინჯად, შეგიძლიათ დაიჭიროთ წინ. თუ წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ, მაშინ რაიმე საყრდენი იქონიეთ თან. სკამი, კედელი, ნებისმიერი რამ. 5 6 7 და 8. ხელები ავიტანოთ ზემოთ, ჩერდებით ასე. 5 6 7 და 8. აი ესე. გადავიტანოთ ხელები. აი ესე, ფეხი არის გაჭიმული, ამ მდგომარეობაში ვჩერდებით. 3 4 5 6 7 და 8. გადავიდეთ წინ. ხელები მოვათავსოთ ფეხის ტერფის ერთ მხარეს და ესე ვჩერდებით, ზურგს დააკვირდით, არის სწორად, არ ვართ მოხრილები. თუ გჭირდებათ, აქ შეგიძლიათ რაიმე ტიპის შემაღლება დაიდგათ, ან მიაყრდნოთ კედელს ან რაიმე მსგავსი, თუ არა და თუ უფრო მეტად მოქნილები ხართ, თავსდებით აი ესე იდაყვებზე. მოკლედ, როგორც გირჩევნიათ, მაქსიმალურად ირგებთ საკუთარ თავს. 1 2 3 4 5 6 7 და 8 და ოდნავ ესე მუხს წევთ გვერდზე. 3 4 5 6 7 8. ერთი ხელით ვაწვევით. 2 3. ნახეთ, მკერდიც ბრუნდება მუხლისკენ. 5 6 7 და 8. გავსწორდეთ. ამოვიდეთ ზემოთ. მეორე მხარეს იგივე. აქ წინა ჯერზე კადრი გამიწყდა, იმიტომ რომ ძალიან დაცხა და ჩემმა ტელეფონმა გადაწყვეტა, რომ გამართულიყო. ამიტომ ვარჯიშის მერე 40 წუთი გავიდა დაახლოებით, ვაგრძელებ თავიდან. იმედია წყვეტა ძალიან არ ჩანს კადრის, მაგრამ ერთი მინუსი ისაა, არ მახსოვს რა ვარჯიშებს გასრულებინებდით. 1 2 და იმედია სწორად ვასრულებთ ახლა ვარჯიშებს. დიდად განსხვავება არ იქნება, თუმცა შეიძლება ცოტა ამერიოს თანმიმდევრობები. 6 7 და 8. ჩავდივართ ქვემოთ. ესე. 1 2. ვითვალისწინებთ იმ ყველაფერს, რაც წეღან აგიხსენით, ზურგის გვაქვს სწორად. 6 7 და 8. გადავწიოთ გვერდზე ფეხი. 4 5 6 7 და 8. ოდნავ ვაწვევით მუხს. 2 3 4 5 6 7 და 8. ამოვიდეთ. აი ეს. აქედან გავშალოთ, შეგვიძლია გავშალოთ ეს. ნახეთ, აი ესე. ოდნავ ერთ მხარეს გადავდივართ, მეორე მხარეს. აქაც ზურგი არის სწორად. 3 4 5 6 7 და 8. აქედან ნახეთ, მოვათავსეთ ხელები ხალიჩაზე, სწორდებით, ვიხრებით. ბოლომდე არ არის აუცილებელი, სადაც ხვდებით, რომ ზურგი უკვე მოხრას იწყებს, იქამდე აიტანეთ. 2 3 რბილად ვართ მუხლებში. 4 5 6 7 და 8. აქედან მოთავსდეთ ესე. ხელები უკან, ფეხები დავფერთხოთ. ამოვიტანოთ ერთი ფეხი, გავასწოროთ
გავშალოთ 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 4 5 6 7 და 8 1 კუნთის ძალით 2 ხელები შეგიძლიათ ესეც შემოაბრუნოთ 3 4 5 6 7 და 8 მოვიდეთ დავფერთხოთ კვლავ ოდნავ ხრით ზურგს არ მივდივართ ისე ახლოს რომ კვლავ და კვლავ მოვიხაროთ 4 5 6 7 და 8 ჩერდებით რამდენიმე წამი 3 4 5 6 7 და 8 მოვიხაროთ და ამოვიდეთ ამოვწიოთ მუხლები ესე მაქსიმალურად მკერდით ახლოს მივდივართ მუხლებთან ჩერდებით ასე დააკვირდით ზურგი არის აი ესე კი წინ გადახრილი მაგრამ სწორ პოზიციაში გავათავისუფლოთ ნახეთ ერთი მუხლი მოუკეცოთ ესე მეორე ასეთ მდგომარეობაში ოდნავ ავიტანოთ მიხვდებით რომ ბარძაყის ზედა კუნთის წინა კუნთის უბრალოდ დატვირთვა ცოტა საჯდომით გავაჩეროთ ზურგი გვაქვს სწორად ისევ და ისევ 2 3 4 5 6 7 8 ჩამოვდივართ შევცვალოთ ფეხი მეორე მოვკეცოთ ერთი ზემოთ ერთი დააკვირდით რა პატარა ამპლიტუდა აქვს მოძრაობას არ ვაგდებთ ზემოთ მუხლს საჯდომით ოდნავ იკეცება სამაგიეროდ ქვედა ბარძაყი იჭიმება კარგად 5 6 7 და 8 გავათავისუფლოთ აი ესე კედან ნელ-ნელა ბოლოსკენ წავიყვანოთ ვარჯიში დავშალოთ წინ 2 3 4 5 როგორც ხედავთ ძალიან წინ არ ჩავდივარ შეიძლება თქვენი მოქნილობის მაქსიმუმი იყოს ასე არანაირი პრობლემა არაა შეიძლება უფრო შპაგატისკენ მიდიოდეთ ნებისმიერ რამ მისაღებია მთავარია კომფორტული იყოს თქვენთვის გადავიხაროთ ერთი ფეხისკენ აი ესე ოდნავ უფრო ქვემოთ გავჩერდეთ რამდენიმე წამი გავსწორდეთ გადავიხაროთ მეორე ფეხისკენ 3 4 5 6 7 და 8 ამოვიდეთ შემოვკეცოთ ფეხები და როგორც დავიწყეთ ისე დავასრულოთ ზურგის წინ კერდი უკან ზურგი ჩავისუნთქოთ ამოვისუნთქოთ 1 2 3 4 5 6 7 8 გავსწორდეთ ჩავისუნთქოთ ღრმად დავცალოთ ფილტვები აერისგან პირით ჩავისუნთქოთ ისევ ცხვირით დავიცალოთ პირით ერთხელაც და დავიცალოთ პირით
ამით დღევანდელი ჩვენი სავარჯიშო კომპლექსი დასრულებულია. სამწუხაროდ მრავალი გადაბმა მომიწია, იმიტომ რომ სუდი არასტრატეგიული დრო შევარჩიე. იმედი მაქვს, რომ მაინც მოგეწონებათ დღევანდელი სავარჯიშო კომპლექსი. ჩვენ შევხვდებით შემდეგ სავარჯიშო კომპლექსზე და აუცილებლად დაველოდებით თქვენს უკავშირს, როგორც ყოველთვის. არ დაგავიწყდეთ თან ჩემი არხის გამოწერაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ბევრად უფრო კარგი და ისეთი ხარისხის ვიდეოები შემოგთავაზოთ. მოკლედ, აბა დროებით შევხვდებით შემდეგ ვარჯიშზე.